სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არს ღმერთს ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს ღმერთმა მრავალს დაგასწროთ თქვენ და მთელი ჩვენი ქვეყანა ჩვენი საქართველო ღმერთმა გაგვიმწნიანოს და გაგვეცდიეროს ამინ დანო და ძმანო დღეს არის უმნიშვნელოვანესი დღე თითოეული ჩვენგანისთვის თითოეული მორწმუნე ადამიანისთვის იმიტომ რომ ფერისცვალების დღესასწაული რაღაც შეიძლება ხშირად გაიგონოთ ესეთი სიტყვებით, რომ ილოცავთ ფერისცვალებას და ფერი გვეცვალოს და ხშირად კი ილოცვა კარგია, მაგრამ თითქოს და გაუგებარი რჩება, რას ნიშნავს ეს ფერისცვალება? რა არის ეს ფერისცვალება? რა მხარეს, როგორ შეიძლება ვიცვალოთ ფერი? ეხლა თუ ამაში სიგულისხმება, რომ თეთრი კანი მქონდეს და ეხლა ზღვაზე გავირუჯები, ეს არ არის ფერისცვალება, ეს რა თქმა უნდა ყველას კარგად გვესმის, მაგრამ ის შინაგანი, ის სულიერი ფერისცვალებაც კი ძალიან ხშირად არასწორად არის გაგებული. აი, ყველაზე კარგად ამას ტროპარი განმარტავს, რომ რაჟამს მთასა ზედა ფერი იცვალე ქრისტე ღმერთო ჩვენო და გამოუცხადე დიდებაი შენი, მოწაფეთა შენთა, რაოდენი ძალედვათო. ეს რას ნიშნავს? ღმერთმა იცვალა ფერი თუ ადამიანმა. მე ეს კითხვა შარშანაც დავსვი, მახსოვს მეთა როცა საუბრობდი. ბუნებრივია, ღმერთმა არ შეიძლება ფერი იცვალოს. ფერისცვალება უნდა მოხდეს ადამიანისა. ღმერთი არ შეიძლება, თუ ცვალებადობა ხდება როგორ? ან უკეთესობისკენ მიდიხარ, ან უარესობისკენ. როგორ შეიძლება ღმერთი უკეთესობისკენ წავიდეს აბსოლუტური სრულყოფილება და უარესობისკენ მით უმეტეს. საერთოდ არ ვსვლაპარაკობთ ამაზე. ამიტომაც ღმერთმა კი არ იცვალა ფერი, არამედ ადამიანებს მიეცათ საშუალება, რომ დაენახათ ის უქმნელი სინათლე, რომელიც არის ღმერთი. ის უხილავი, ხელშეუხებელი და მოუხელთებელი ესე ჩვენი ფიზიკური თვალისთვის სინათლე, როგორიც არის ღმერთი. თუმცა კი აქაც რაღაცა ზღვარია, იმიტომ რომ პირდაპირ წერია, რაოდენი ძალედვათ. აი, დაახლოებით ასეთი შედარება რომ გავაკეთოთ. მთვარეს ხო ყველანი ვხედავთ. მაგრამ ჩვენ რომ ხედავთ მთვარეს, იმაზე უკეთესად მთვარეს ხო ისინი ხედავენ ეხლა ობსერვატორიაში რო ჩავიდნენ აბასთუმანში და იქიდან რომ გახედავთ. ბუნებრივია ხომ უკეთესად დაინახავენ მას, მაგრამ ესეც არ არის ბოლომდე მთვარის დანახვა. ესეც არ არის ის რომ შენ ზუსტად ჩამოაყალიბებ და იტყვი რომ მთვარე ეს არის და ეს არის. ვერა, ყველა შემთხვევაში შორიდან უჭვრეთ ჩვენ ამას. სწორედ ასეთი მდგომარეობა, როდესაც ღმერთი შეეხება ადამიანის გულს და გრძნობს ადამიანი ღმერთის არსებობას, ის როგორც აი რომ მთვარეს ხედავს. და როგორც კი შეეხება კი არა სულიწმინდის მადლი გარდამოვა მასზე, მაშინ მასთვის გამობწყინდება სწორედ ესეთი სინათლე და იმდენს დაინახავს, რამდენიც მისთვის შესაძლებელი. ამიტომაც მაცხოვართან ფერისცვალების დროს სამი მოციქული იმყოფება, მეტი კი არა. იმათ რაიმე დანაშაული კი არ ჰქონდათ დანარჩენებს. 12 იყვნენ, მოგეხსენებათ, მაგრამ სამი მოციქულია მასთან. პეტრე, იოანე და იაკობი. ეს კითხვა თუ რატომ არიან სამი და არა ვთქვათ 4 ან მეტი ან პირიქით ერთი რატომ არ არის? გეტყვით ამასაც, იმიტომ რომ მაცხოვარმა პირდაპირ ბრძანა. ეს არის მათეს სახარების მეხუთე თავი, სადაც ის ამბობს, რომ მე მოვედი იმისთვის, რომ ჟული აღვასრულო. ჟული რომ გავაუქმო კი არა, ჟული რომ აღვასრულო. ამიტომაც იგივე ჟულის თანახმად, თუ გინდა რომ შენ რაღაცა ადამიანმა დაამოწმოს შენ შესახებ, მინიმუმ 2 ან შეიძლება 3 და მეტი ადამიანი იყვნენ. აქ სამი მოციქულია, რომელმაც უნდა დაამოწმოს ამ ფაქტის შესახებ. და უნდა დაამოწმოს რა? რა აუცილებლობა ამ დამოწმებისა? ჩვენ აი დღევანდელ სახარების დასაწყისს თუ კარგად გავიხსენებთ, ასეთი რამ წერია. შემდგომად 6 დღისა წაიყვანა იესო, პეტრე, იოანე და იაკობი. აი, სახარებას, როდესაც ვკითხულობთ, ჩვენი გონება ხშირ შემთხვევაში ძირითად შინაარსს მოიცავს და რაღაც იქ ისეთი ნიუანსებია, რომელსაც შეიძლება ყურადღებას ვერ ვაქცევდეთ, ან ვერ ვიტევდეთ უცბად, რომ რას ნიშნავს შემდგომად 6 დღისა. ეს იმას ნიშნავს, რომ 6 დღის წინ რაღაც მოხდა, რაღაც ამბავი იყო და 6 დღის შემდგომ ხდება ფერისცვალება.
და ხაზი გასმული აქვს ამას. დაკონკრეტებულია, რომ შემდგომად 6 დღისა. რაზე იყო საუბარი? 6 დღის წინ მაცხოვარმა მოციქულებთან ისაუბრა ჯვრის ტვირთის შესახებ და უთხრა პირდაპირ, ვინც არ აიღებს ჯვარს და არ შემომიდგება მე, ის არ არის ჩემი ღირსი. და ამ საუბრის შემდგომ არის გაფსული 6 დღე, როდესაც ისინი ხედავენ აი ამ სასწაულს, თუ როგორ იცვალა მაცხოვარმა ფერი, ის გახდა, მისი სახე გახდა როგორც მზე და მისი შესამოსელი გახდა თეთრი როგორც თოვლი. და ესეც არ არის შემთხვევითი, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით წმინდა წერილიდან, რომ მართალნიცათა სასუფეველში გამოანათებენ როგორც მზეები. ჩვენ ვიცით ასევე, როდესაც მოსე დაბრუნდა ღვთის გამოცხადება, როდესაც მიიღო სინაის მთაზე, მისი სახე ისე ანათებდა, რომ ადამიანები მას ვერ უყურებდნენ და ჰქონდა თავშალი შემოხვეული, რომ აი ამ შუქს არ შეეწუხებოდნენ. ყველას არ შეეძლო ამ შუქის ყიდვა. ჩვენ ვიცით წმინდანებთან ცხოვრებაში, რომ თუნდაც ქართული ნაწარმოები გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება, გიორგი მერჩულე როდესაც მიყვება, რომ ერთი ბერი მიდის და მის კელიაში ხედავს ისეთი სინათლე გამოდის, გონია რომ ცეცხლი გაუჩნდა რაღაცას და შეშინებული შედის და გრიგოლ ხანძთელი მას რომ ეუბნება, რომ რატომ გიკვირს ეს ამბავი? იმიტომ რომ საფრთხო ნათელი ავსებდა იქაურობას, სადაც მოღვაწეობდნენ და მე მინდა გითხრათ, რომ ასეთ სინათლეს თითოეული ჩვენგანი უნდა იძლეოდეს. უნდა იძლეოდეს, იმიტომ რომ თითოეულ ჩვენგანში ქრისტე იმყოფება. ჩვენ ვეზიარებით, ვაღიარებთ მას სიტყვიერადაც, მადლობთ მას და ვეზიარებით მის წმინდა სიცსა და ხორცს. ასეთ სინათლეს ადამიანები უნდა ღვრიდნენ, მაგრამ დააღვრიან ასეთ და გადმოღვრიან ასეთ სინათლებს იმ შემთხვევაში, მარტო რწმენა იმისა კი არა, რომ იესო ქრისტე ღმერთკაცია, არამედ დაჯერება იმ სიტყვებისა, რომელსაც ის გელაპარაკება. რაზეც გეუბნება, მისი ქადაგება უნდა იცოდე, ამ ქადაგებაში რას გულისხმობს, ეს კარგად შეგნებული უნდა გქონდეს. სხვაგვარად, როგორ შეიძლება შენ ამ სინათლეს ან ხედავდე, ან ასხივებდე, მხოლოდ იმის თქმით, რომ მე მწამს იესო ქრისტეს, მოვედი და დავდექი აქ სახურებაზე. ასე არა, ჩემო ძვირფასებო, იმიტომ რომ თუ კარგად დააკვირდებით, ქრისტე მაცხოვრის სახარებისეულად, ქრისტე მაცხოვარი რომ არსებობს და ის ღმერთკაცია, ამისი ეშმაკებსაც სწამთ. პირდაპირ ეუბნებიან, დროზე ადრე რატომ მოხვედი ჩვენ სატანჯველადო, გახსოვთ, ღორების ყოლში რომ უნდა შევიდეს. და ბრძანებელია მათზე შეპყრობილ ადამიანს, როდესაც ეთქვის განვედ მაგისაგან, ბოროტო ეშმაკო და გავა, გამოცოცხლდება კაცი და გადარჩება ადამიანი. ესე იგი ხელმწიფებაც აქვს მათზე და იმათაც ზუსტად იციან, რომ იესო ქრისტე არის ძეღვრისა და ღმერთკაცი. მაგრამ განსხვავება იცით რა უნდა იყოს ჩვენსა და მათ შორის. ჩვენ უნდა თამამად შეგვეძლოს თქმა, რომ მაცხოვარი როდესაც ბრძანებს, ქადაგებას ასე იწყებს, ნეტარიყვნენ გლახაკნის სულითა, ამაში წინააღმდეგობაში არ უნდა ვიყო. რომ წერია, რომ ნეტარიყვნენ წმინდანი გულითა, რამე თუ მათ ღმერთი იხილო, მე ყველანაირად უნდა ვცდილობდე იმას, რომ განვიწმინდო. აი ეს სინათლის გამოსხივება, სწორედ ეს მოწოდებაა, სხვა მეტი კი არაფერი. პავლე მოციქული წერს ერთ-ერთ ეპისტოლეში, ყველა სახლშიო სხვადასხვა ჭურჭელი აწვია, ზოგი ოქროსიაო, ზოგი ვერცხლის და ზოგი ხისო და ზოგი საპატიოა და ზოგი უპატიოა. და საპატიო არის ის, რომელიც კარგად არის გარეცხილი, რომ შენი მოხმარებისთვის ის იყოს მისაღები. და ასეთი უნდა გახდეს შენცო. ეს ჭურჭელია შენი სხეული ამ შემთხვევაში. ეს ჭურჭელი უნდა იყოს მაქსიმალურად გასუფთავებული, რომ ამ სინათლის დანახვა შეგეძლოს და შენც იგივე სინათლის გამოცემა შეგეძლოს, იმიტომ რომ ეს იქნება სხვა ადამიანებისთვის დიდი ნუგეში. ეს იმხელა საიდუმლოება, მინდა გითხრათ, რომ ამას ადამიანი თავისი ენით ვერაფრით ვერ აღწერს. მე ვერცერთ ფაქტს ვერ დავიჯერებ, რომ ადამიანი დადიოდეს ტაძარში წლების განმავლობაში, მას ერთხელ მაინც არ ქონდეს განცდილი ეს, ის ტაძარში არ იყვნენ. შეიძლება მოვიდეს ვიღაცის ხატრით, კიდეც აღსარება თქვას, კიდეც ეზიაროს, ან მოსინჯოს უბრალოდ ნახო ერთი რა იქნება. მაგრამ თუ ეს არ განიცადა, რაც მოციქულებმა იქ განიცადეს იმ წამს, ისინი ან ეკლესიაში ვერ რჩებიან და აღარ რჩებიან და ხშირ შემთხვევაში მიდიან. და რა განიცადეს, ნახეთ როგორია მათი მდგომარეობა. პეტრე ამბობს, რა კარგია არ ყოფნა.
სად არიან იცით? მთის წვერზე, სადაც არც წყალი აქვს, არც შუქი და არც ის არაფერი გათბობა. რა კარგი არ ყოფნა ვამბობს, მოდი ახლა სამი კარავი ავაშენოთ, ერთი შენთვის, ერთი მოსესთვის და ერთი ილიასთვისო. მათ ასეთი რამ ეხილეს, რომ ქრისტე ასეთი გაბრწყინებულია და უდგანან მოსე და ილია და მას ელაპარაკებიან. მოსე და ილიაც არ არის შემთხვევითი, აქვე გეტყვით, მოსე როგორც რჯულმდებელი, იმიტომ რომ ქრისტე მაცხოვარს ყველაზე დიდი ცილისწამება ეს ჰქონდა, რომ ის რჯულის დამარღვეველია და თუ რჯულს არ ღვევდა, მაშინ მოსე მას არ დაელაპარაკებდა. ელია წინასწარმეტყველი, როგორც ზოგადად წინასწარმეტყველთა სახე, წინასწარმეტყველთა სკოლების შემქმნელი, მინდა გითხრათ, ესეთია ილია წინასწარმეტყველი და არც ის არ დაელაპარაკებოდა ქრისტე მაცხოვარს, თუ არ იქნებოდა ის, რასაც იყო მიძღვნილი მთელი წინასწარმეტყველება, ანუ ქრისტეს განკაცებაზე იყო მიძღვნილი მთელი წინასწარმეტყველება და ამ შესაბამისობაში მინდა გითხრათ, რომ ელიამ სწორედ ამაზე ათითებს, რომ აი რასაც ემსახურებოდა მთელი ჩვენი მსახურება, აგერ არის ის კაცი. კიდევ მეორე მომენტია, მოსე დაიმარხა, მაგრამ მისი საფლავი ვეღარ იპოვეს და ილია არ დამარხულა, ზეცაში იქნა ატაცებული. ანუ ქრისტე მაცხოვარს ამაშიც მიემსგავსნენ, რომ საფლავი მისი ნახეს და მაცხოვარი იქ აღარ იყო, აღდგა და 40 დღის შემდგომ ამაღლა. ისევე როგორც მოსე საფლავში აღარ იყო და ისევე როგორც მაცხოვარი ამაღლდა, ასევე ელია წინასწარმეტყველის ზეცა დავიდა. არის კიდევ სხვა თემებიც, რაზეც შეიძლება ჩვენ ვილაპარაკოთ ამ ორი წინასწარმეტყველის შესახებ, მაგრამ ფიქრობ საკმარისია, კვლავ დაუბრუნდები პეტრე მოციქულის ამბავს, რომელიც ამბობს, რა კარგია აქ ყოფნა. დავრჩეთ აქ, ავაშენოთ სამი კარავი, ერთი შენთვის, ერთი მოსესთვის, ერთი ილიასთვის და სულ აქ ვიყოთ. იმდენად ბედნიერია, იმდენად გახარებულია, მაგრამ ამ ბედნიერებისგან შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი ხშირად კარგავს საღი აზროვნების უნარს და პეტრეს ეს ნათქვამი არ არის საღი, იმიტომ როგორ შეიძლება აქ დარჩე? ვერ დარჩები აქ, იცით რატომ? აქამდე რომ მიხვიდე, ჯერ ჯვარი უნდა იტვირთო. 6 დღის წინ სწორედ ეს ამბავია. ჯვრის გარეშე არ ხდება ესეთი კარგად ყოფნა. თუ ჯვარი არ გიტვირთავს, მაშინ ამ კარგად ყოფნასთან ვერ მიხვალ. ამ სინათლესთან ვერ მიხვალ. ამ სიამოვნებასთან, ამ სიხარულთან, რომელსაც შენში იწვევს საფრთხო უქმნელი, ხელით უქმნელი ნათების ხილვა, აქამდე ვერაფრით ვერ მიხვალ, თუ ჯვარი არ გიტვირთავს. ამიტომ შენ ეს როგორც კი ღმერთმა დაგანახა, რომ არსებობს ასეთი სინათლე, მაშინვე უნდა მიუბრუნდეს შენს ჯვარს. ამიტომაც მომენტალურად ისინი შიშისგან დაცემულები ძირს, პეტრე ასეთ რამეს ამბობს და გამოფხიზდებიან, თვალი აეხილებათ, მხოლოდ მაცხოვარს დაინახავენ, რომელიც ეტყვის ძალიან დიდ სანუგეშო სიტყვას. ნუ გეშინიათ ეს სიტყვები ჩვენ ადამიანები რომ ვეუბნებით ერთმანეთს, ხანდახან ესეც კი გაგაძლიერებს და როგორია ქრისტესგან ნათქვამი ეს სიტყვები, მათ რომ იციან ქრისტეს ძალა, როგორ კურნავდა ეშმაკეულს, როგორ აღადგინა მიცვალებული, როგორ აუხილა ბრმას თვალი და მის მიერ ნათქვამი სიტყვა ნუ გეშინია, რაოდენ დიდია, რაოდენ ძლიერია, იმიტომ რომ ჩვენ თითქოს ყველაფრის გვეშინია. გვეშინია გარდაცვალების ბუნებრივია, გვეშინია ავადმყოფობის, გვეშინია ხვალინდელი დღის, გვეშინია მეორედ მოსვლისაც კი, რომელსაც წინამდვილეში სიხარულით უნდა ველოდებოდეთ და გვეშინია ხანდახან საკუთარი თავისას. ამიტომაც ქრისტე მაცხოვარი მოგიწოდებ, ჩემო ძვირფასებო, ნუ გეშინიათ, ჩვენ უნდა გქონდეს მიმართულება ერთი, სვლა ამ სინათლისაკენ, თუმცა კი ჯვარი არ უნდა დაგვავიწყდეს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვთქვათ, რომ კარგია ახლა აქ ყოფნა და ამიტომ ჯვარს დავს არა. ჯვრის გარეშე შეუძლებელია კარგად ყოფნა. შეუძლებელია არ ტვირთულობდე, მოჩვენებითია ეს კარგად ყოფნა, უბრალოდ ვიღაცა შეიძლება გონია რომ კარგად არის, მაგრამ ვერაფრით ვერ იქნება კარგად. რაღაცა სულიერი დანაკლისი ყოველთვის ექნება, როდესაც ის საკუთარ ჯვარს არ ტვირთულობს. ეს საკუთარი ჯვარი რა არის, ამის შესახებ ჩვენ ხშირად ვისაუბრია და დღეს აღარ მოგიყვებით ამ ამბავს. ამიტომაც მთელი ჩვენი ყურადღება, მთელი ჩვენი ესე იგი მოკრება ძალისა უნდა იყოს ერთი უქმნელი სინათლისაკენ, რომლის ხილვითაც, რომლის სიხარულითაც უნდა ვაძღებდეთ სულს და ამავდროულად არ გვავიწყდებოდეს ის ჯვარი, რომელიც სატვირთველი გვაქვს
და ამავდროულად არ გავიწყდებოდეს ერთმანეთი, რომ ამ სინათლისკენ, როდესაც მივდივართ, შემთხვევით ერთმანეთს ფეხი არ დავადგათ. ასე რომ, ჩემო ძვირფასებო, გაითვალისწინეთ, ფერის ცვალება არის არა ის, რომ გარეგნულად ქრისტე ღმერთი სახე მზეს დაემსგავსა, ისე ბრწყინავდა და მისი შესამოსელი თეთრი გახდა, როგორც თოვლი. არამედ ფერის ცვალება არის შენი თვალის ახელა, როდესაც შენ რეალობას დაინახა, როდესაც შენ წმინდა წერილის გაცნობიერებას დაიწყებ, ისე როგორც შენ გაწყობს კი არა, ისე როგორც ქრისტე ღმერთმა იქადაგა. იმიტომ რომ იქ წერია, ნეტარიყვნენ მშვიდობის მყოფელნი. ხარ მშვიდობის მყოფელი? თუ არ უჩენ ხარ მშვიდობას და არა ის უნდა გალახულიყო, ის უნდა ესე იგი დაბომბილიყო და ის იმიტომ რომ ასე დააშავა და ისე გააკეთა. ნეტარიყვნენ დევნული სიმართლისათვის წერია. შეგიძლია ამის მოწმინება, შეგიძლია შეურაცხყოფის ატანა, შეგიძლია თავის დახრა. ნეტარიყვნენ რომელთა შიოდეს და სყუროდეს სიმართლისათვის, როგორც სყურვილი ამ ტანჯველი ადამიანისთვის, ასე თუ შეგიძლია შენ სიმართლისათვის ცხოვრობდე, ასე ცხოვრობს, წყურვალი ადამიანი ცხოვრობს ისთვის, რომ წყლამდე მიაღწიოს. აი სიმართლისათვის თუ შეგიძლია ასე ცხოვრობდე, მაშინ ხარ შენ არა მარტო მოწმე იმისა, რომ გწამს იესო ქრისტესი, არამედ გჯერა მისი, რასაც გელაპარაკება და გწამს იმისა, რომ რასაც გეუბნება ეს ყველაფერი ახდება და ახდება ასე, ნეტარიყვნენ წმინდანი გულითა, რამე თუ მათ ღმერთი იხილო და განიწმინდავ გულს და იხილავ ღმერთს, რომლისაც არის სუფევა უკუნისти უკუნისამდე. ამინ. გალოცვილი და გახარებული გამყოფოთ